ქვეყანა ხშირად იდგა ხოლმე და დგას განსაცდელების წინაშე. ძალიან ხშირად ხდება, რომ ხელოვნურად თავს გვახვევენ რაღაცეებს. ის რაც მიუღებელია ერის ცნობიერებისათვის. ჩვენ განავინმეს წინააღმდეგი ვართ. თუ ვინმეს ან განსხვავებული აზრი აქვს, ან განსხვავებული სარწმუნოება, ან განსხვავებული ცხოვრების წესი რა უფლება გვაქვს ჩვენ მათ ბრძანებლობით შევაცვლევინოთ ყოველივე ეს. მაგრამ არც ის არის სამართლიანი, როდესაც რამოდენიმე ნაძირალა ცდილობს იმის გამო რომ გრანტები მიიღოს სიტუაციის არევას, ვის აწყობს ახლა ხალხის ასე გამოსვლა ქუჩაში. განა გვაწყობდა ჩვენ, ან ახალ ხელისუფლებას განა ეს უნდა, ან უნდა, არავის. მაგრამ არის ვენებენ ისინი, რომლებიც ჯერაც არ დასჯილან. აქამდე არ ვიძახოდით მაგას, მაგრამ რამოდენიმე კაცია ხელისუფლებამ უნდა მიხედოს იმას, რომ აუცილებლად ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ურევენ სიტუაციას, შეუქმნან ისეთი პირობები, რომათ ვეღარ შეძლონ ყოველივე ეს. თუ არა და გაიხედეთ რამდენი ადამიანია 19 აპრილს 2 თვით ადრე დაანონსეს მიტინგი. ჩვენ გუშინ დავიწყეთ შეკრება და რამდენი ქართველია გამოსული. ჩვენ ვართ ჩვენი სამშობლოს ჯარისკაცები. არ შეხედოთ იმას, რომ ეკლესიის წარმომადგენელი ვარ. ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ასევე მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას. არ აყვნენ ეგრეთ წოდებული ლიბერალების აზრს და გვიგულონ ყოველთვის გვერდში. ჩვენ საერთოდ არ გამოვიდოდით, გამოსული ვიყავ, იმიტომ რომ ხალხი გამეჩერებინა. ხალხის აგრესია სამართლიანი აგრესია, მაგრამ აგრესია ცუდია. ეს შეიძლება პირველ ყოფილ ან ფეოდალურ ხანაში ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ქრისტიანები ვართ, როდესაც 21 საუკუნეა, პატიებას უნდა ვისწავლოთ, რომ ვაპატიოთ, მაგრამ რომ ვაპატიოთ, პატიება უნდა ითხოვონ და მიხვდნენ. თუ რა დაშავებული, თუ არ შეხედეთ ამ ზღვა ხალხს. არ მიხედავს ამას ხელისუფლება, მივხედავთ ჩვენ ხალხი. და კარგად იცოდეს, საზღვარგარეთმაც კარგად იცოდეს ეს დიპლომატიურმა კორპუსმა, რომ ნაძირლებს ხარი არ დაუჭიროს. მაგათი მიღება როგორ შეიძლება უცხოეთის ქვეყნებში. მაინც დადიან, იყვნენ მკვლელები, აუპატიურებდნენ ხალხს და ეთყობა ეხლა არ ეყოთ, ის რაოდენობა არ ეყოთ, რაც გაუპატიურეს და მთელი ერის გაუპატიურება მოინდომეს. ვნახოთ როგორც იქნება. ჩვენ არავინ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. საქართველო იყო, არის და იქნება მეორედ მოსვლამდე. ამინ. ჩვენ გვჯერავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხალხის ამ ნებას, ხალხის ამ ძალას გამოიყენებს ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენს ძმებს, პოლიციელებს შენდობას თხოვთ, რომ მასე მოგვიწია გამოვლა. ჩვენი ძმები ხართ და პატიებას თხოვთ, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, მაგრამ ეს არ გვინდოდა, მაგრამ გვაიძულეს, ასე რომ მოქცეულიყავით. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახაროთ. უწმინდესისგან ლოცვა გულთქება ყველას.